მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. გილოცავთ 2026 წელს. გისურვებთ მატერიალურ სიუხვეს და სულიერ ჰარმონიას. ახლა კი დავიწყოთ და დღეს გთავაზობთ 2026 წლის იანვრის ტარო პროგნოზ თევზებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. კვერთხების რაინდი, იანვარს აქტიურად და ენერგიულად გაივლით, იგრძნობთ ძლიერ შინაგან მუხტს და სურვილს, რომ გამოავლინოთ საკუთარი თავი და საკუთარი სურვილები, დაიწყებთ ჩანაფიქრების რეალიზებას, რომლებიც აქამდე გადადებული გქონდათ, შესაძლებელია ერთდროულად ბევრ საქმეს მოკიდოთ ხელი და გქონდეთ განცდა, რომ ყველაფერს მოერევით. თუმცა მნიშვნელოვანია ეს ენერგია, რომელიც უხვად გექნებათ ამ პერიოდში, მიმართოთ ყველაზე საჭირო და კეთილგონივრული მიმართულებით. ეცადეთ არ გაიფანტოთ და ყურადღება გაამახვილოთ იმ მიზნებზე, რომლებიც თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას და პერიოდის ბოლოს კმაყოფილიც დარჩებით მიღებული შედეგებით. იანვარში გაგიძლიერდებათ კომუნიკაციის მოთხოვნილებაც, მოგინდებათ ადამიანებთან კონტაქტი, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, მოძრაობა. ამასთანავე ეცადეთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს გარშემო ყველას არ აქვს იგივე ენერგია და ტემპი, ნუ მოახვევთ სხვებს თავს თქვენს განწყობას, თუნდაც ის იყოს პოზიტიური. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ფიზიკური აქტივობა, სირბილი, სპორტი, ან უბრალოდ აქტიური მოძრაობა. ეს დაგეხმარებათ ენერგიის ჯანსაღ-განტვირთვაში და ხელშეუწყობს თქვენს ფიზიკურ კეთილდღეობასაც. ასევე ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და შესაძლებლობის მიხედვით იკონტაქტოთ წყალთან. ეს დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში და ენერგიის სწორად გადანაწილებაში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების სამიანი. ამ პერიოდში თქვენს პირად ცხოვრებაში გააქტიურდება სოციალური კავშირების და ემოციური სივრცე, გაიზრდება შეხვედრების, კომუნიკაციის და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი. შესაძლებელია უფრო ხშირად აღმოჩნდეთ ისეთ გარემოში, სადაც თავს იგრძნობთ თავისუფლად, გახსნილად და კომფორტულად. იანვარი იქნება პერიოდი, როდესაც ურთიერთობები მსუბუქ ფორმას შეიძენს, მეტი სიხარული, სიცილი და ერთობლივი ემოციები გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია ახალი ნაცნობები, მეგობრული კონტაქტების გაღრმავება, ან უკვე არსებული ურთიერთობების უფრო თბილ და გულწრფელ ეტაპზე გადასვლა მოხდეს ამ პერიოდში, თუმცა რადგან ეს არკანი ურთიერთობების სიმრავლეზე მიუთითებს, თვის ფონური ენერგიის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის ამ პერიოდში პარალელურ ურთიერთობაში შეხვიდეთ, თავს მისცეთ უფლება დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ და გამოავლინოთ უპასუხისმგებლობა არსებულ პარტნიორთან მიმართებაში. მათთვის კი ვისაც ასეთი თავგადასავალი არ გემუქრებათ, შესაძლებელია პარტნიორთან ერთად მოგიწიოთ სხვადასხვა საზოგადოებაში, სხვადასხვა თავყრილობებსა და წვეულებებზე დასწრება, სადაც პოზიტიური ემოციებით აივსებით და სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. ეს ბარათი გეუბნებათ, რომ სიხარული, რომელიც თანაზიარია პარტნიორებს შორის, ყოველთვის გვაძლიერებს, ამიტომ ნუ ჩაიკეტებით, გახსენით სივრცე ადამიანებისთვის, ემოციებისთვის და იმ გამოცდილებებისთვის, რომელიც ამ პერიოდში თქვენამდე მოვა. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეექვსე მაღალი არკანი შეყვარებულები. ამ პერიოდში ურთიერთობაში შესაძლებელია დადგეთ არჩევანის წინაშე, რომელიც შინაგანად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის.
მოგიწევთ გააცნობიეროთ, რას ირჩევთ რეალურად, არა სიტყვებით, არამედ თქვენივე მოქმედებებით და ეს არჩევანი შეიძლება შეეხებოდეს ურთიერთობის მიმართულებას, ერთგულების საკითხს, პასუხისმგებლობას, ან იმას თუ რამდენად თანხვედრაში ხართ ერთმანეთთან ღირებულებების დონეზე. ამ ბარათის ენერგია აქ არ გულისხმობს მხოლოდ რომანტიკას, ეს არის სარკე, სადაც საკუთარი თავი უნდა დაინახოთ პარტნიორის ფონზე და იანვარში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთება სად ემთხვევით ერთმანეთს და სად იწყება მნიშვნელოვანი განსხვავებები. შესაძლებელია მოგიწიოთ გულწრფელი საუბრები, გადაწყვეტილებების მიღება, ან უბრალოდ იმის დანახვა თქვენთვის, რომ რაღაც უკვე ვეღარ რჩება ისე, როგორც აქამდე იყო. და მნიშვნელოვანია იცოდეთ, ეს არ იქნება ზეწოლის ქვეშ გაკეთებული არჩევანი, პირიქით, იანვრის განმავლობაში დადგება მომენტი, როცა მკაფიოდ და თავისთავად გააცნობიერებთ თქვენს შინაგან თანხმობას ან უთანხმოებას. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო გულწრფელები იქნებით ამ პროცესში, მით უფრო სწორად ჩამოგიყალიბდებათ სამომავლო ხედვაც, იქნება ეს ცხოვრების ერთობლივად გაგრძელება თუ ურთიერთობის სხვა ფორმაში გადასვლა. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ხმლების სამიანი, დიდი ალბათობით ზოგიერთი თქვენგანი ამ პერიოდს საკმაოდ გულნატკენი ხვდებით, ან იანვარში შეიძლება გააქტიურდეს ტკივილი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოყვება ძველი ურთიერთობიდან, რომელზეც შინაგანად საბოლოოდ წერტილი ჯერ არ დაგისვამთ. შესაძლებელია ურთიერთობა ისე დასრულდა, რომ დაგრჩათ უთქმელი სიტყვები, ან კონტაქტი დღემდე გრძელდება და კვლავ გიხსნით იმავე ჭრილობას. ასევე ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს ბარათი შესაძლებელია გაფრთხილებასაც გულისხმობდეს, რომ იანვარში განსაკუთრებული სიფხიზლე გმართებთ ახალგაცნობილებთან მიმართებაში, რადგან არის იმის ალბათობა, რომ ადამიანი თავიდან ერთ სურათს გიხატავდეთ და სინამდვილეში სრულიად სხვა მოტივაცია ამოძრავებდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი წინდახედულება, არა შიში, მაგრამ რეალობის მკაფიოდ დანახვა. ამიტომ გირჩევთ მაქსიმალურად ყურადღებით და რაციონალურად მიუდგეთ ამ პერიოდში პირად ურთიერთობებს, მაშინაც კი თუ უშუალოდ გაცნობა იანვარში არ მოხდება და უკვე გარკვეული პერიოდია იცნობთ ადამიანს, მაქსიმალურად ჩართეთ ინტუიცია და მოიპოვეთ ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, რომელთანაც მომავალში ცხოვრების დაკავშირებას აპირებთ. ხოლო მათთვის, ვინც ტკივილისგან ვერ თავისუფლდებით, ეს ბარათი გეუბნებათ, რომ თქვენი ეს მდგომარეობა არ არის სისუსტე, სწორედ ამ დროს ხდება გათავისუფლება იმ ემოციური ტვირთისგან, რომელიც მომავალ ურთიერთობებში აღარ უნდა გადაიტანოთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ იანვარში საქმიანი სფერო, თასების პაჟი. ამ პერიოდში შესაძლებელია გაგიჩნდეთ ახალი ინტერესები, ახალი იდეები ან შინაგანი იმპულსი, რომ სხვაგვარად შეხედოთ თქვენს საქმიან სფეროს, შესაძლებელია მოგინდეთ, რომ კრეატიული ხედვები და შთაგონება შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს არ იქნება მკვეთრი ან ხმაურიანი ცვლილებების დრო, მაგრამ იგრძნობთ საით გიხმობთ თქვენი შინაგანი სურვილი. ამ პერიოდში გამორიცხული არ არის მიიღოთ წინადადება, შემოთავაზება ან იდეა, რომელიც შესაძლებელია თავდაპირველად უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორად გააზრების შემთხვევაში არის შანსი, რომ თქვენი საქმიანობის ახალ მიმართულებად აქციოთ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არ უგულვებელყოთ საკუთარი ემოციები და ინტუიცია საქმიან საკითხებთან მიმართებაში, ხშირად სწორედ ისინი გაჩვენებენ, რა განიჭებთ რეალურ კმაყოფილებას თვითრეალიზების კუთხით და რა აღარ. ეს ბარათი ასევე გეუბნებათ, რომ იანვარი იქნება დრო, როცა საქმიან სფეროში ახალი ემოციური გამოცდილების დასაწყისი შეიძლება ჩაისახოს და ეს დასაწყისი საჭიროებს ყურადღებას, გულწრფელობას და მზადყოფნას, რომ მეტად მოусმინოთ საკუთარ თავს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. პირველი მაღალი არკანი მაგი. იანვარში თქვენ გექნებათ გაზრდილი პასუხისმგებლობის განცდა და სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, იქნებით აქტიური, მოტივირებული და მზად, რომ თავად აიღოთ ინიციატივა იქ, სადაც ადრე შესაძლებელია თავს იკავებდით. ამ პერიოდში შესაძლებელია მოგიწიოთ არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება და ლიდერული პოზიციის დაკავება.
იგრძნობთ, რომ ბევრი რამ სწორედ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული და ამ პასუხისმგებლობასაც საკმაოდ მკაფიოდ გააცნობიერებთ. ამავდროულად მნიშვნელოვანია გონივრულად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები ამ ეტაპისთვის. შეიძლება გაგიჩნდეთ იმდენად ძლიერი სურვილის სწრაფად და მასშტაბურად მიიღოთ შედეგი, რომ ზედმეტად გადაიტვირთოთ საკუთარი თავი და ასეთ შემთხვევაში დიდი ძალისხმევის მიუხედავად შედეგმა შესაძლოა ვერ გაამართლოს თქვენი მოლოდინი. ამიტომ გირჩევთ იანვრის განმავლობაში იმოქმედეთ გააზრებულად, გამოიყენეთ თქვენი რესურსი, დრო და ფიზიკური ენერგია გონივრულად და სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი პოტენციალის პოზიტიურად რეალიზებას და თავიდან აირიდებთ იმედგაცრუებას, რომელიც ზედმეტმა თვითმოთხოვნამ შეიძლება გამოიწვიოს. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების ცხრიანი, ეს ბარათი ამ პოზიციაზე საკმაოდ ორაზროვნად იკითხება. ერთი მხრივ ეს არის ძლიერი დადებითი ემოციების ბარათი და შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ ეტაპზე თქვენ გარკვეულწილად შეგუებული ხართ უმუშევრობის მდგომარეობას, როგორღაც აბალანსებთ თქვენს მატერიალურ საჭიროებებს და ცდილობთ შინაგანი კომფორტის შენარჩუნებას, თუმცა მეორე მხრივ ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ იანვარში შესაძლებელია შეიცვალოს გარემოებები ისე, რომ აღმოჩნდეთ თვითრეალიზების აუცილებლობის წინაშე. ანუ ის, რაც აქამდე გაძლევდათ კომფორტის განცდას, შესაძლებელია აღარ აღმოჩნდეს საკმარისი. ეს ბარათი პირდაპირ არ მიუთითებს თქვენს დასაქმებაზე და ეს პერიოდი არ გპირდებათ მყისიერ შედეგებს, მაგრამ მკაფიოდ გეუბნებათ, რომ თქვენი დასაქმება დამოკიდებული იქნება თქვენს აქტიურობაზე და ძალისხმევაზე. და როდესაც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამთ, ის საქმე, რომელსაც მომავალში იპოვით, ნამდვილად მოგიტანთ ახალ დადებით ემოციებს, კმაყოფილებას და მოტივაციას შემდგომი წინსვლისთვის. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების რაინდი, დიდი ალბათობით ამ პერიოდში მიიღებთ მნიშვნელოვან შემოთავაზებას, რომელიც სამომავლოდ კარდინალურად შეცვლის თქვენს საქმიან ცხოვრებას. თუ თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ასეთი შემოთავაზების მიღება ნაკლებად მოსალოდნელია, მაშინ ამ ბარათების კომბინაცია გეუბნებათ, რომ თქვენ თვითონ გაქვთ რესურსი და შესაძლებლობა, რომ მსგავსი პოზიტიური ცვლილებები თავადვე წამოიწყოთ. იანვარში მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი უნარები, იქნებით უფრო მიმზიდველები, საინტერესოები და შესამჩნევები მომხმარებლებისთვის, გამოავლენთ დიპლომატიის და ემოციური კომუნიკაციის საუკეთესო უნარებს, რაც თავის მხრივ დაგეხმარებათ კლიენტების მოზიდვაში, მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვაში და თქვენი იდეების სხვებისთვის მკაფიოდ და გასაგებად გაზიარებაში. ამ პერიოდში თქვენი გაზრდილი ინტუიცია და კრეატიული ხედვა საშუალებას მოგცემთ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ იქნება მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე გათვლილი, პირიქით, ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს საქმიანობას უფრო ფართო მასშტაბს მიანიჭებს და შექმნის იმ საფუძველს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოთ. მთავარია აყვეთ იმ შთაგონებას და იმპულსს, რომელიც ამ პერიოდში გაგიჩნდებათ და ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ თუ დროულად დაიწყებთ გულიდან წამოსული იდეების განხორციელებას, ის არა მხოლოდ ემოციურ კმაყოფილებას, არამედ რეალურ შედეგებსაც მოგიტანთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს იანვარში, მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი, იანვარში ფინანსებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი იქნება წესრიგი, პასუხისმგებლობა და გამოცდილებაზე დაყრდნობა. ამ პერიოდში არ გადადგათ სარისკო ნაბიჯები, პირიქით, სჯობს იმოქმედოთ შემოწმებული გზებით და დაიყრდენით საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას და უკვე დამკვიდრებულ მიდგომებს. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია თქვენი ფინანსური საკითხები დაუკავშირდეს ოფიციალურ ინსტიტუტებს, საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს, იურიდიულ შეთანხმებებს ან დოკუმენტაციას, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი გააკეთოთ წესების დაცვით, კანონის ფარგლებში და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ასევე გამორიცხული არ არის რჩევა მიიღოთ ავტორიტეტული ადამიანისგან, მაგალითად სპეციალისტისგან, უფროსისგან, ან ისეთი პირისგან, ვის გამოცდილებასაც ენდობით, ნუ გულვებელყოთ ასეთ რეკომენდაციებს, ისინი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები და სწორად დაალაგოთ ფინანსური საკითხები.
ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში თქვენი ფინანსური სტაბილურობა დამოკიდებული იქნება ნელ თანმიმდევრულ მოქმედებებზე, გონივრულობაზე, პასუხისმგებლობაზე და დისციპლინაზე. რაც უფრო ზედმიწევნით დაიცავთ შეთანხმებებს, ვალდებულებებს და საკუთარ ფინანსურ ჩარჩოებს, მით უფრო დაცულად და უზრუნველყოფილად იგრძნობთ თავს იანვრის განმავლობაში. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების სამიანი, ორიენტირდით მომავალზე, შეიქმნით პოზიტიური განწყობები, თქვენ დიდი შრომა გაქვთ გაწეული კონკრეტული მიზნის ან მიზნების მისაღწევად, გაკეთებული გაქვთ გარკვეული მნიშვნელოვანი არჩევანი და ახლა მთავარია უერთგულოთ თქვენს სურვილებს და მთელი ძალისხმევა მიმართოთ მათ ასასრულებლად. მაშინაც კი თუ ამ ეტაპზე გენანებათ რაღაც, რაც წარსულში დარჩა, გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ყოველთვის წინ არის, წინ მომავალში. ასეთი იყო 2026 წლის იანვრის ზოგადი ტარო პროგნოზი თევზებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.